კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცხოვრების ახალ გზაზე. ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე. მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა შევცვალო ის, რაც შემიძლია და სიბრძნე განვასხვაო ერთი მეორისაგან. ანონიმური ემოციონალები არის ყველანაირი ასაკისა და წარმომავლობის ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც ერთად იკრიბებიან, რათა გააზიარონ პირადი გამოცდილება და იმედი თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა ემოციური სირთულეებისგან გამოსაჯამრთელებლად. ჩვენ ვსწავლობთ როგორ ვიცხოვროთ ახალი ცხოვრების წესით ანონიმური ემოციონალების 12 ნაბიჯის გამოყენებით, რომელიც გვეხმარება საღი აზრისა და სიმშვიდის პოვნაში. ყველას შეუძლია დაესწროს ანონიმური ემოციონალების შეხვედრებს. წევრობისთვის ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ გსურდეთ ემოციურად კარგად გახდომა. ანონიმურ ემოციონალებს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ის, რაც თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე გჭირდებათ. შეიძლება გაგიკვირდეთ, როდესაც შეხვდებით ბევრ ბედნიერ, ჯანმრთელ ადეკვატურ ადამიანს, მაგრამ თავდაპირველად არავინ დასწრებია შეხვედრებს იმ მიზეზით, რომ ბედნიერები იყვნენ. ზოგიერთი ადამიანი ანონიმ ემოციონალებში მოვიდა, რადგან მათი ცხოვრება უბრალოდ არასასიამოვნო იყო და უკეთეს გზას ეძებდნენ. ზოგი მათგანი სასოწარკვეთის ფსკერზე იმყოფებოდა. ზოგიც თერაპიაში ან შესაძლოა ჰოსპიტალიზირებული იყო. ყველა წევრს აქვს ის, რომ ეს პროგრამა მუშაობს მათი ცხოვრების შესაცვლელად. ჩვენმა პროგრამამ მრავალი ისეთი ადამიანის ცხოვრებაში მოახდინა სასწაული, ვისაც აწუხებდა ისეთი ემოციური პრობლემები, როგორიცაა გადაჭარბებული ბრაზი და წყენა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, დანაშაულის გრძნობა, წუხარება, შფოთი, აკვიატებული და ნეგატიური აზროვნება, პანიკა, ფობიები, კომპულსიური ქცევები ან მსგავსი საკითხები. როგორც ანონიმური ორგანიზაცია, ჩვენი წევრების კონფიდენციალურობას ყოველთვის ვიცავდით. მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, რას ვეუბნებით სხვა წევრებს საკუთარ თავზე. ეს ანონიმურობა ასევე გვაძლევს თავისუფლებას გავუზიაროთ ჩვენი აზრები და გრძნობები შეხვედრებზე, რადგან შეხვედრის დროს ნათქვამია, რომ არ უნდა გავიტანოთ საუბრები სხვებთან. ანონიმური ემოციონალების შეხვედრაზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია. არავის მოეთხოვება საუბარი ან პირადი ინფორმაციის გაჟღერება. ჩვენი სურვილისამებრ ვაზიარებთ ჩვენს პირად გამოცდილებას და გრძნობებს და იმას თუ როგორ ვიყენებთ პროგრამას. ანონიმ ემოციონალებში გთავაზობთ თბილ, მისაღებ ჯგუფურ გარემოს, სადაც შეგიძლიათ გააზიაროთ კრიტიკის და შიშის გარეშე. ყოველკვირეული შეხვედრების საშუალებით აღმოვაჩენთ, რომ მარტო არ ვართ ჩვენს პრობლემებთან და ასევე პოულობთ მზრუნველ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს გამოჯანმრთელებას. ჩვენს შეხვედრებზე ჩვენ არ განვიხილავთ რელიგიას, პოლიტიკას, ეროვნულ ან საერთაშორისო საკითხებს ან სხვა რწმენის სისტემებს, რადგან ანონიმ ემოციონალებს არ აქვს მოსაზრება რაიმე გარე საკითხებზე. ჩვენ თავს ვარიდებთ სხვისი პრობლემების განხილვას ან ჩიულს ჩვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანების მიმართ. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ანონიმ ემოციონალების პროგრამას. ცალკეული წევრების პასუხისმგებლობაა განსაზღვრონ თუ რა ქმედება შეიძლება იყოს ან არ იყოს შესაბამისი მათთვის რელიგიური რწმენის, თერაპიის, მედიკამენტების ან ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ანონიმური ემოციონალები არ არის სამედიცინო ან ფსიქიატრიული სერვისი და არც პერსონალურ ან ოჯახურ კონსულტაციას უზრუნველყოფს. ჩვენს შეხვედრებს მართავენ ანონიმ ემოციონალების წევრები და არა პროფესიონალები. შეხვედრებს არ მართავენ სამედიცინო, სოციალური სამსახურის ან რელიგიური პირები, მაგრამ შეუძლიათ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ როგორც ანონიმ ემოციონალების თანამეგობრობის წევრებმა. ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება ბრუნავს წევრებს შორის. პირი, რომელიც მართავს შეხვედრას რომელიმე კონკრეტული დღის განმავლობაში, მოქმედებს მხოლოდ შეხვედრის ჩასატარებლად და არა ჯგუფის რაიმე სახის ავტორიტეტის, ექსპერტის ან ლიდერის როლში. ჯგუფის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს ყველა წევრი პროცესის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ჯგუფურ სინდისს. არც ერთი ადამიანი მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია ესწრება შეხვედრას ან არის ანონიმ ემოციონალების ნაწილი, არ არის ჯგუფის მმართველი. როგორც სულიერი პროგრამა, აქცენტი კეთდება პირად უმაღლეს ძალაზე. ჩვენზე დიდ ძალაზე, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ჩვენი ცხოვრების მიმართულების მისაღებად. ყველას აქვს პირადი არჩევანი, რა შეიძლება იყოს ეს ძალა. ზუსტად ამის გამო ანონიმ ემოციონალების პროგრამა მუშაობს მათთვის, ვისაც აქვს ფორმალური რელიგიური რწმენა და მათთვისაც, ვისაც არ აქვს რელიგიური რწმენა. ანონიმური ემოციონალები არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერს მისი წევრების ნებაყოფლობითი შენატანები. არანაირი ფინანსური მხარდაჭერა არ მიიღება გარე წყაროებიდან. შემოწირულობები გროვდება ყოველ შეხვედრაზე, რათა დაფაროს ოფისების შენარჩუნების ხარჯების სენტ-პოლში, მინესოტა, რომელიც მართავს ვებსაიტს, აქვეყნებს და აწვდის ლიტერატურას და ახორციელებს გლობალური არაკომერციული ორგანიზაციისთვის საჭირო ყოველდღიურ საქმიანობას. 1971 წელს დაარსების დღიდან ეს პროგრამა დაეხმარა ათასობით ადამიანს. დღეს ანონიმური ემოციონალები შეგიძლიათ ნახოთ მთელ შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში.
ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამას თქვენი დასწრებით მისცემთ შანსს, რომ დაგეხმაროთ. ჩვენ მოგიწოდებთ დაესწროთ რამდენიმე შეხვედრას, მანამ სანამ გადაწყვეტთ შეუძლიათ თუ არა ანონიმურ ემოციონალებს ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც თქვენ ეძებთ. თუ თქვენთან ახლოს არ არის ცოცხალი შეხვედრების ჯგუფი, გთავაზობთ დისტანციურ შეხვედრებს, Skype-ს, WhatsApp-ს და სატელეფონო შეხვედრებსაც. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საიტზე. 12 პირობა. პირველი. ვაცნობიერებთ თავისუფლების და ბედნიერების ახლებურ განცდას. მეორე. არ ვართ წარსულის მიმართ სინანულით განწყობილი. არ გვაქვს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. მესამე. გავაცნობიერეთ სიმშვიდის არსი და შევიცანით გონების სიმშვიდე. მეოთხე. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად ღრმა იყო ჩვენი ფსკერი. ხვდებით, რომ ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლია სხვებს დავეხმაროთ. მეხუთე. უსარგებლობის გრძნობა და საკუთარი თავის სიბრალული იკლებს. მეექვსე. ნაკლებად ვართ მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირებულნი და ჩვენი ყურადღება მეტადაა მიმართული სხვა ადამიანების საჭიროებებისკენ. მეშვიდე. ეგოცენტრიზმი თანდათან ქრება. მერვე. იცვლება ჩვენი დამოკიდებულება და შეხედულება ცხოვრებაზე. მეცხრე. უმჯობესდება ჩვენი ურთიერთობები ადამიანებთან. მეათე. ინტუიციურად ხვდებით, როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციებს, რომლებიც წინათ საგონებელში გვაგდებდა. მე-11. მივახციეთ დაცულობის განცდა საკუთარ თავში. მე-12. გავაცნობიერეთ, რომ ღმერთი აკეთებს ჩვენთვის იმას, რის გაკეთებაც ჩვენ თავად ვერ შევძელით. შესაძლოა ეს უკიდურეს დათქმებად ჟღერდეს, მაგრამ ასე არაა. ისინი სრულდება ჩვენს მიერ ხან ნელი, ხან სწრაფი ტემპით.